ამ თვალუწვდენელ ხეობაში, ციცაბო კლდეებს შორის მდინარე ოკაცე რომ კარგად დაინახო, ბილიკებს უნდა გაუყვე. კლდეზე დაკიდებულ ბილიკებს, საიდანაც უსასრულო სივრცეა, არ უნდა დაიხალო. წინ დიდი გზაა. კიდული ბილიკის სრულად გავლას 2-3 საათი სჭირდება. და როცა იმ ადგილს მიაღწევ, საიდანაც ოკაცეს კანიონის ყველაზე შთამბეჭდავი ხედები მოჩანს, იქ აუცილებლად დაგხვდებიან სტუმრები. მოგზაურები სხვადასხვა ქვეყნიდან თუ საქართველოდან, რომლებიც იტყვიან, რომ აქ მოსვლა ნამდვილად ღირდა. I'm from Poland and lots of my მე პოლონეთიდან ვარ. ჩემი ბევრი მეგობარი უკვე ნამყოფია აქ და ყველა აღფრთოვანებული ბრუნდებოდა საქართველოდან. აღფრთოვანებულია ბუნებით, კერძებით, ადგილობრივებით. ამიტომ მეც დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა აქ ჩამოსვლა. როგორც იქნა ჩამოვედით და აქაურობა მართლაც არაჩვეულებრივია. საქართველოში ჩამოსვლა ამ ულამაზესი ბუნების გამო გადავწყვიტე. ასევე არაჩვეულებრივი კულტურისა და სტუმარ მასპინძლობის გამო. ამ კანიონზე მოსვლა ძალიან ბევრმა გვირჩია და შთაბეჭდილება მართლაც საოცარია. ოკაცეს კანიონს დაცული ტერიტორიების სტატუსი 2007 წელს მიენიჭა. 2014 წელს კი საქართველოში პირველად ააგეს კლდეზე გადმოკიდებული ბილიკები. უჩვეულო ბილიკები ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის, მათთვის, ვისაც ბუნება და თავგადასავლები ყველაზე მეტად უყვარს. ყოველწლიურად ვიზიტორების რაოდენობა მატულობს, დაახლოებით საშუალოდ აქ მოდის 100,000 ვიზიტორი წელიწადში. რამაც მოგცა საშუალება, რომ ეს სოფელი, რომელიც დაცლის პირას იყო 2014 წელს, დღეისთვის უკვე ძალიან ბევრი უკან დაბრუნებული ადამიანია, მოწყობილია მრავალი საოჯახო სავსები, სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს, რომ გაკეთეს დაახლოებით 250 მეტრიანი დაკიდული ხიდი, რომელიც კანიონის ორივე მხარეს ერთმანეთს დააკავშირებს და ასევე მოეწყოს ზიპლაინის ატრაქცია, რომელიც ასევე დამატებით მოიზიდავს სხვა ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულ ვიზიტორებს ჩვენთან. სოფელი გორდი წლების წინ მართლაც იყო დაცარიელების ზღვარზე. იშვიათად თუ მოაკითხავდნენ აქაურ ველურ ბუნებას დამთვალიერებლები. ამ ადგილების დაცულ ტერიტორიებად გარდაქმნამ კი ბევრი რამ შეცვალა. ადგილობრივები ახლა წელიწადის ყველა დროს მასპინძლობენ ტურისტებს. კანიონების, ჩანჩქერების, ტბების, უნიკალური ბიომრავალფეროვნების სანახავად ჩამოსულ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან. და ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, დიდ შრომას და დიდ საერთაშორისო მხარდაჭერასაც. გარდა აღებული ვალდებულებებისა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს აღებული, ასევე საერთაშორისო თანადგომაც ახლავს ამ ყველაფერს, რაც გამოიხატება დონორი ორგანიზაციების მიერ, როგორც ფინანსურ, ასევე არამატერიალურ დახმარებაშიც. ეს არის ცოდნის გაზიარება, გამოცდილების გაზიარება, შესაბამისად სასწავლო ვიზიტები, ექსპერტების, ასე ვთქვათ, ჩამოსვლა და ასე შემდეგ. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი აღინიშნოს ამის გარდა ფინანსური ნაწილიც, რომელიც წლების განმავლობაში სააგენტო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სააგენტოს ფუნქციონირებაში. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა დონორების დაფინანსებით, დაწყებული ბიომრავალფეროვნების აღდგენის სამუშაოებიდან, დამთავრებული იგივე ეკოტურიზმის განვითარების თუ ზოგადად ადმინისტრაციების ჩვენი ტერიტორიული ადმინისტრაციების გაძლიერების კუთხით. ღამით, როცა მთვარე ამ კირქვიან ქარაფებს გაანათებს და ირგვლივ მხოლოდ ოკაცეს ჩანჩქერის გამოყრუებელი ხმა ისმის, აქ ნამდვილი სანახაობა იწყება. ლაზერ-შოუ კინჩხის კლდეებზე და მთელი ღამის განმავლობაში იცვლება ეს ფერადი განათებები სამსაფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადზე. აი ეს თეთრი, ქათქათა სტალაქტიტები კი 30,000 წლის ისტორიას ინახავს. ეს თეთრამღვიმეა ქალაქ წყალტუბოში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ 15,000 არტეფაქტი აღმოაჩინეს. ამ მღვიმეში იპოვეს პირველყოფილი ადამიანის ძვლები, ადამიანის მიერ დამზადებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები და საბრძოლო იარაღები, მათ შორის სპილენძის ისრისპირი, რომელიც იმ დროისთვის იშვიათი ნაკეთობა იყო. იმ პირველ დარბაზში ცხოვრობდნენ ნამდვილად, რადგანაც იქ იქნა აღმოჩენილი შესაბამისი, ასე ვთქვათ, ექსპონატები და არტეფაქტები, სწორედ იმ ხვრელის გამო, აი ზემოთ ხვრელი იყო, საიდანაც, ასე ვთქვათ, შუქით შემოდიოდა და ასევე ვენტილაციის გზაც იყო. და რაც შეეხება მომდევნო დარბაზს, ახლა წამობძანდით მომდევნო დარბაზში. მომდევნო დარბაზი არის მსხვერპლშეწირვის ადგილი. ეს იყო რიტუალების დარბაზი. სწორედ აი ამ ადგილას
ქონდათ მათ აშენებული საკურთხეველი. დაახლოებით 30000 წლის წინათ იატაკი იყო ქვემოთ, ეხლა აი თუ ჩაიხედებთ მერე ქვემოთ, ნახავთ, რომ იყო აშენებული თიხის საფეხურები და ცეცხლის კვალი აღმოჩენილი. აი ეს მურადათვის თავის ქალები 4 ცალი იყო აშენებული პირამიდისებურად. ანუ მათი საკურთხეველი იქნა ნაპოვნი. ასევე სხვადასხვა ძვლები, ცხოველების, რა თქმა უნდა, ანუ ეს ადამიანები 30000 წლის წინათ ეთაყვანებოდნენ აი ამ მურა დათვს, ანუ მღვიმის დათვს. თეთრ მღვიმე მხოლოდ 300 საუკუნის ისტორიას არ ინახავს. აქაურობა სპალეო გამაჯანსაღებელი თერაპიისთვისაც უნიკალურია. სასუნთქი გზების და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ აქ მთელი მსოფლიოდან წელიწადის ყველა დროს ჩამოდიან. და კიდევ ერთი ამბავი თეთრ მღვიმეზე. ეს საქართველოში ერთადერთი მღვიმეა, სადაც ღვინოს ავარგებენ. აქ მოსულ სტუმრებს კი სპეციალურ ღვინის ტურს თავაზობენ და უმასპინძლდებიან იმერული ცოლი კაურით, კრახუნათი, უცხანურით და სხვა უნიკალური ჯიშებით. და როგორც ამბობენ, აქ დავარგებული ღვინის გემო დიდხანს, ძალიან დიდხანს არ ავიწყდებათ სტუმრებს. ქართული ღვინის უნიკალურობა არის და შესაბამისად ამ უნიკალური ღვინის შენახვის პირობებზე ყველაზე იდეალურ შედეგს გვაძლევს მღვიმე და აქ არსებული მიკროკლიმატი. თეთრ მღვიმეში 3+13 ან 14 გრადუსი არის სტაბილურად წელიწადის ყოველ დღე, ანუ 365 დღის განმავლობაში მღვიმეში არის ერთი და იგივე ტემპერატურა, რომელიც რა თქმა უნდა ღვინის შესანახად ითვლება იდეალურ პირობებად და ეს გვაძლევს იმის უფლებას, რომ ხმამაღლა ვთქვათ, რომ თეთრ მღვიმეში დავარგებული ღვინო იდეალური არის ამ ღვინის კიდე უნიკალურად წარმოჩენის. თეთრ მღვიმე ევროკავშირის მხარდაჭერით 3 წლის წინ აღდგა და მალევე გახდა ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იმერეთში. დონორი ორგანიზაციების დახმარებით გაფართოვდა ტერიტორია, მოხდა მისი ზონირება, მარკირება, ინფრასტრუქტურული ცვლილებები და რაც მთავარია, უახლესი თანამედროვე დასავლური გამოცდილების გაზიარება ასეთი მღვიმის მოვლა პატრონობის საქმეში. არსებობდა ესეთი უნიკალური მღვიმე, რომელსაც 90-იანი წლების შედეგად არ ჰქონდა ის საშუალება, რომ ამ კუთხით მიეღო ვიზიტორები ევროკავშირის ჩართულობით და დაფინანსებით, ასევე გერმანიის და ჩეხეთის ფონდების დაფინანსებით, შვედეთის მთავრობის ჩართულობით და ადგილობრივი ხელისუფლების დაინტერესებით გამოინახა ის ინვესტიციები, რომლებმაც თეთრ მღვიმე ესე უნიკალურად შემოთავაზა 2022 წლიდან აქ მოსულ ვიზიტორებს. და თუ მართლა ეძებდით თავგადასავლებს დასავლეთ საქართველოში, ისლით დაფარული პალიასტომი უნდა გადაცურო. დიდხანს იარო ჭურიისა და ფიჩორის ხეობებში, ბოლოს მიადგე მდინარის ნაპირებს, რომელსაც თვალუწვდენელი ტყე ესაზღვრება. ტყე, რომელშიც შემორჩენილია წითელ ნუსხაში შესული კოლხური მუხა, ლაფანი, კოლხური ბზა. აქ შეიძლება შველს, ნუტრიას ან წავსაც გადაეყარო. ეს კოლხეთის ეროვნული პარკია და ზუსტად არავინ იცის, რამდენი საუკუნის ისტორიას ინახავს ეს ტორფნარები და ჭაობები. უნიკალური მცენარეები მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ინფორმაციასაც იტევს და გარემოს დაცვისთვისაც უმნიშვნელოვანესია. ქვეყნის ამ უდიდეს საგანძურს 2021 წლიდან იუნესკო იცავს. აქ არსებული ჰაბიტატები, ეს არის მესამეული პერიოდის რელიქტი, ეს რას ნიშნავს? აქ არსებული მცენარეები და აი ჰაბიტატები გავრცელებული იყო ევრაზიის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში გამყინვარებამდე. და როცა დაიწყო კაინოზოურ ერაში მესამეული პერიოდის გამყინვარება, ეს მცენარეები იქ გაქრა. მაგრამ ვინაიდან კოლხეთის დაბლობს ეს გამყინვარება არ შეხებია, აი ეს მცენარეულობა პირვანდელი სახით შემორჩა კოლხეთის დაბლობს. კოლხეთის დაბლობი იყო ერთგვარი რეფუგიუმი, ანუ თავშესაფარი იმ პერიოდის 20 მილიონი წლის წინანდელი არსებული ფლორისა და მაშინდელი არსებული ჰაბიტატებისა. ეს არის ერთგვარი საოცრება, ეს უნიკალურობა და დღეს როცა შედიხარ ამ კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ხედავ ამ პირველ წყაროს პერიოდში არსებულ მცენარეებს. მე მინდა ხაზი გაუსვა ასეთ რაღაცას, სფაგნიუმის ხავსები, ეს არის ძალიან პატარა მცენარე
და ერთ-ერთი კრიტერიუმი იმისა, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა იუნესკომ, არის დამსახურება სპაგნუმის ხავსის ერთ-ერთი, იმიტომ რომ სპაგნუმის ხავსი არის გავრცელებული ტუნდრა ტაიგის ზონაში. რა უნდოდა ტუნდრა ტაიგის მცენარეს კოლხეთში? აი უძველესი პერიოდიდან შემორჩა, რელიქტია. რითი გამოირჩევა? უნიკალურია, იმით რომ საზრდოობს წვიმის წყლით, გრუნტის წყალთან კავშირი არ აქვს, აი 30-ჯერ ჯირჯდება, როცა წვიმა მოდის. აი და ერთგვარი ბალანსის როლს ასრულებს ხმელეთსა და წყალშორის და ასევე არის უნიკალური იმით, რომ შთანთქავს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანს და ძალიან ბევრი საოცარი თვისება აქვს. კოლხეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა პალიასტომის ამ ვიწრო არხებში არ მთავრდება. არც მდინარე ფიჩორისა და ჭურიის ნაპირებთან. წინ ბევრი თავგადასავალია და ვინ იცის, კიდევ რამდენი მოგზაურის მოგონებებში დარჩება სამუდამოდ ეს ველური ბუნება.